კითხვა იყო, რომ დენის დარტყმისას ადამიანი როგორ კვდება, რა იწვევს სიკვდილს. ყველაზე ხშირად სიკვდილს იწვევს გულის გაჩერება. გულის არითმიები, პარკუჭოვანი არითმია და გულის გაჩერება. და პრობლემა ისაა, რომ დენი შედის ორგანიზმში და კანი არა კაი გამტარი, ეგ კარგია, მაგრამ თუ შეაღწია ორგანიზმში დენმა და მაღალ ვოლტაჟს შეუძლია, მერე უკვე შინაგანი ორგანოები ძალიან ადვილად გაატარებს დენს და ამიტომ ადვილად ზიანდება. მათ შორის გულის ელექტრული სისტემა, რომელიც ძალიან ნაზია. შესაბამისად, ან გული ჩერდება, ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობით კვდება ადამიანი, იმიტომ რომ სუნთქვის კუნთების პარალიზი ვითარდება, გაჩნია ძაბას რამხელა. და ნიშნობა კიდე როგორ შეეხება ადამიანი იმას დენის წყაროს რა, მაგალითად თუ ხელის გულით შეეხო, უფრო მეტი შანსია იმისი, რომ ამ წყაროს მიეკროს, იმიტომ რომ კუნთები შეიკუმშება და პირიქით იმ წყაროს ჩაჭიდებს ხელს, თუ არა და თუ მაგალითად ხელის ზურგით შეეხება, უფრო მეტი შანსია